მოგესალმებით საბერძნეთიდან ემიგრანტები მისი ხელმძღვანელი ლევან ბალდიაშვილი ამ კვირაში ქონდა ბევრი რაღაც განსაკუთრებული შემთხვევები რაც შეეხებოდა პირველი ის რომ შხალო აბუაშვილმა დასვა კითხვა როგორი ევროპა გვსურს ჩვენ თუ მივდივართ იმ ევროპაში რომელი ევროპას წევრებიდან გაწევრიანებიდან მერე 20 წელი არ უნდა კონდეს ხმის უფლება მეორე გიორგი ქართველიშვილმა ახალი კარგი წამოწყება ასე ვთქვათ წამოიწყო და გულისხმობს იმას რომ ქართულობა უნდა დაიცვას და რასაც მოყვა რა თქმა უნდა ლიბერალური მხრიდან ძალიან დიდი აღშფოთება და გასაკვირია ის რომ სამთავრობო მხრიდანაც ამ ყველაფერს მოყვა გამოხმაურება და ეს ყველაფერი რაღაც საეჭვო არის და ჩემის აზრით ეს რაღაც ახალი პროექტი არის რასაც აი წინამდებარე შალვა აბუაშვილის განცხადებას ემსახურება და დანარჩენი მიყვეთ ბატონო ერმილე მოგესალმებით როგორ ბრძანდებით შიგ საფრანგეთში კიდევ ერთხელ ჯანმრთელობას გისურვებ და სიტყვა მომეცია თქვენთვის რომ მიესალმოთ ჩვენს თანამემამულეებს და ემიგრანტებს მოგესალმებით ბატონო ლევან მივესალმები ემიგრანტ TV-ს მაყურებელს იმედია დაიწყო არხმა აღდგენა და გვიბრუნდება გამომწერები წვალო ასიზამ წვალება და ცხოვრება და მოკლედ შიგ საფრანგეთიდან ჩემოძმაო უყურებ ამ ყველაფერს და მახსენდება ერთი რაღაცა ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო და საქართველოში კარგად დავიწყებას არც აცლიან ამ ყველაფერს ძალიან სწრაფად ტრიალებს მოჯადოებულ წრეზე უყვართ ლაპარაკი ეს ყველაფერი და ჩემი შეფასება არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით ის რაც გვინახია 4 წლის წინ რაც გვინახია 7 წლის წინ რაც გვინახია ესე და ესე პერიოდებით არაფერი ახალი არ ხდება ამიტომ შემიძლია უფრო დეტალურადაც ვილაპარაკო თქვენის ნებართვით ამ საკითხთან დაკავშირებით რადგან კარგით მაშინ როგორ ავქნათ იცით მოდი მე გადმოვახონე კითხვით კონკრეტულ კითხვებზე და ისე მიპასუხე ერმილი კაი კი ბატონო დავიწყოთ გიორგი ქართველიშვილით მე მაგას მივესალმები როგორც ყველა ქართველი მიესალმება იმას რომ საქართველოში არ უნდა ხდებოდეს ასე ვთქვათ არანაირი ქართული როგორ გითხრა წესწყობილებისა სარწმუნოებისა და იმის შეურაცხყოფა მაგრამ ეს ყველაფერი რომ გადაიყვანა მაგ ადამიანს ჯერიგერთ ეგ უნდა იყოს მე თუ მკითხავ ეროვნული თვით ყოფადობა რომ ნებისმიერი ქართველი მაგას უნდა აკეთებდეს რაც მაგან ასე ვთქვათ წარმოადგინა და პლუს მაგას მეწავალ ციხეზეც კი წავალ ეგ უკვე როგორ აიცი წინასწარ ჩაუგდო როგორ გითხრა საკენკი ლიბერალებს და მაგ ყველაფერს მოყვა ძალიან ბევრი ახსნა განმარტებები და რაღაცები მე არ განმიკითხავ გიორგი ქართველიშვილის მაგას შემოელოს ჩემი თავი ასე ვთქვათ მე კრიტიკულად ვუდგები უბრალოდ წესიგერად ვერ დაალაგა მე თუ მკითხავ თავისი ემოცია გეთანხმები მოკლედ სულ ყველაფერი დავიწყოთ მაშინ ლევან თანმიმდევრულად სხვათა შორის საქართველო პატარაა მე მოვიკითხე ეს ბიჭი საკმაოდ დიდი სამეგობრო მყავს მადლობა უფალს ამისთვის და აღმოჩნდა ჩემი ერთ-ერთი ძალიან თქვენის ნებართვით არ დავასახელებ ახლა მე ადამიანის სახელს და გვარს მეგობრის მეგობარი და დამიხასიათა ძალიან დადებითად ჩერეს მაგაცი ასე ხო აი ქართულად რო ვიტყვით ჩერეს მაგაცი დამიხასიათა ძალიან დადებითად შემოგიოდა ძალიან მეს ნეგატივი ერმილი მეც არ მithქვავს უბრალოდ თავის წარდგენაში რატომღაც მე მგონია რომ შესაძლოა დაუშვამეთქი მაგ და ეგ
შეგიძლია რომ შენ ახსნა. ახლავე მოგახსენებ ბატონო ლევან მაგ ყველაფერს. ასე რომ ვთქვათ, პიროვნულად ადამიანი არ ახალგაზრდა კაცი არის, ჯანსაღი ცხოვრების წესით მაცხოვრებელი, ტრადიციული ოჯახის შვილი, პატრიოტი, მოჭარბებული პატრიოტიზმითაც ვთქვათ. ნუ როგორც დამიხასიათეს მე ეს პიროვნება და აი მაშკაცი კაცი. მაგრამ რაშია საქმე იცი? პოლიტიკა იმდენად სიბინძური არის, რომ მარტო ვაჟკაცობა, მარტო პატრიოტიზმი, თუნდაც მარტო განათლება, მარტო თუნდაც წარმატებული სპორტული კარიერა ნამდვილად არ არის საკმარისი იმაში, რომ როდესაც ამ ბინძურ პოლიტიკაში მოგიწევს ფეხის შემოდგმა, საკმარისი იყოს საიმისოთ, რომ საზოგადოების ყურადღება და მხარდაჭერა მოიპოვო. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჭირდება გამოცდილება და მოკლედ ეს კაცი პოლიტიკასთან ისე არის ახლოს და ისეთი გამოცდილება აქვს. დაახლოებით ახლა მე რო გავიდე MMA-ის ტატამზე საჩხუბრად, შეიძლება უფრო მეტი გამოცდილება მქონდეს, იმიტომ რომ კაცი ვარ და მიჭუბია ბავშვობიდან ყველას და ესე შემდეგ და ამ ბიჭს არანაირი პოლიტიკური გამოცდილება აქამდე არ ქონია და ნუ მე ვფიქრობ ესეთ რაღაცას და ჩემი ხედვა არის ესეთი რაღაცა. ლევან, საქართველოში ასეთი ჯგუფები იქმნებოდა, იშლებოდა, რაღაც მისიას შეასრულებდნენ, მე დაშლახდებოდა, მე ამ ჯგუფის წევრების ზოგიერთების დაკავება ხდებოდა, მე რაღაც პერიოდი ამ ყველაფრის ჩაჩუმათება ხდებოდა, მე ისევ გაცოცხლება ხდებოდა და ეს ზუსტად აქ აქვს საქმე. ბევრი გამოხდა, ბევრი ამბობს, აქამდე სად იყო, აქამდე რატო არ იღებდა ხმას, შევეშვათ ამ ყველაფერს. მოკლედ მინდა აუდიტორიამ იცოდეს და ჩემი აზრით დავაფიქსირო, ესეთი რაღაცები ხდება ესე ძალიან მარტივად. უშიშროება სჭირდება შეიქმნას ქვეყანაში რაღაც ძალა. აქ მნიშვნელობა დადებითი, უარყოფითი, ეროვნული, ლიბერალური, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მათი მიზანი არის შეარჩიონ ჯერ სასურველი ობიექტი, რომელიც გამოდგება ამ ყველაფრისთვის და შემდეგ დაიწყონ ამ სასურველი ობიექტის დამუშავება ისე რომ თვითონ ნაკლებად მიხვდეს რაში არის საქმე. ნუ ეხლა ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში პატრიოტებთან დაკავშირებით და პატრიოტიზმთან დაკავშირებით ძალიან მარტივია. ნახავენ ესე მოჭარბებული პატრიოტიზმის ადამიანს, რაღაც სპორტული კარიერა იქნება თუ ისე ნაცხოვრები, რომელსაც წარსული აქვს და ეტყვიან რომ მიუშვებენ რაღაცა შესაბამის კონტაქტებზე გავლიან საჭირო ადამიანებით და ეხლა კონტაქტების დეფიციტი იქ არ არსებობს. დაწყებული კობახიძით, დინარაძით გაგრძელებული მაჭავარიანით და ეხლა სახელმწიფო გუნდი წყალობს სპორტსმენებს და წავა ესეთი საუბარი. ბიჭო, რა ხდება ამ ქვეყანაში, რას დაგვიმგვანეს სამშობლო ამ აკაცუკებმა, ამ ლიბერალებმა, ამ ევროპის მონებმა, ამათმა რაღაცა ახალგაზრდული ძალა უნდა შეიქმნას, რომელიც ძალაც ამას დააბალანსებს, ასე წავა საუბარი და მე ამ ყველაფერს მოყვება მეორე მხრიდან პასუხი, რომ რა თქმა უნდა, ხო, ასე, ხო და აგერ ძმაო, დავიწყოთ რაღაცა, აგერ შენ, აგერ ხალხი გვერდში დაგვიდგება, ჯანსაღი ერის ნაწილი გავაერთიანოთ და მივხედოთ რა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. და ამ საუბრებიდან იწყება ადამიანის დამუშავება და ასე რომ ვთქვათ, სტიმულირება ამ გზაზე. მერე ამ გამოჩნდება მის გვერდით ერთი, მეორე, მესამე უშიშროებიდან პირდაპირ ასე რომ ვთქვათ, მართული ჩანერგილი სასტავი, რომელი ადამიანებიც უკვე სტრუქტურიზებას გააკეთებენ ამ ყველაფრის შესაბამისი პროექტის აწყობას და წავა ეს ყველაფერი და ადამიანი ხდება ამ ავანსცენაზე ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდება, რომ რაღაც სპექტაკლის ერთ-ერთ მთავარ როლში მიაღებიეს მონაწილეობა. და მე უკვე ხდება ეს ყველაფერი ინერცია. ეხლა რა შეეხება? ხო. აი ეს ყველაფერი რას მახსენებს, იცი, აი 5 მაისის, ივნისის უბრალოდ მოვლენებს, როდესაც დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ უშიშროება აწვდიდა ალტინფოს ლოკაციებს, იმიტომ რომ ესე მარტივად
ვერ დაინახავდი სადვი. იქ კიდე მარტო ალტინფოც არ იყო ესეთი ჯგუფებიც. არა, ხო, არა, მესმის მან არ მინდა რომ ჩაუქმავდე, უბრალოდ რა არის, იცი, ხშირად სადვის როგორ იყენებენ და შეიძლება ჩვენს მეს და შენს სიტყვაზე რა თვითდაუნებულად გამოგვიყენონ ისე რომ ვერ მიხვდეთ რომ ჩვენ იმას საქმეს ვასრულებთ. და მაგაზე დაფიქრება გვჭირდება ხოლმე, თორე ხა მე და შენ თუნდაც ჩვენი პოდკასტები რასაც ვაკეთებთ, ჩემი აზრით ყველაზე საღი საშუალება იმისა, რომ ხალხი დავაფიქროთ იმაზე, რომ არც ანტირუსულობა გვარგებს, არც ანტი რაღაცები გვარგებს, ცოტა უბრალოდ დავფიქრდეთ, რომ არც ანტიდასავლურობა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დასავლეთშიც არის ბევრი პლუსები, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცებზე რომ გმართავენ, გვინდა თუ არ გვინდა გმართავენ, ხო, ეგრე არის. სამყარო არის ასე მოწყობილი და ადამიანს უნდა კონდეს ჩამოყალიბებული კრიტიკული აზროვნება და თავისუფალი აზროვნება, რაც დღეს დღევანდელ საქართველოში სერიოზული დეფიციტი არის. ხო და აი, არა მარტო ეგ დღე, ძალიან ბევრი შეიძლება გავიხსენოთ, და რატო ვამბობ ამ ყველაფერს. ვიდეობლოგითაც მიმართე, საქმე რაშია, იცი? წინ კი არა საშიში ხალხი ასეთი ადამიანებისთვის. საშიში არის ადამიანები, რომლებიც უკან დგანან. იმიტომ რომ მსგავსი ძალების ფორმირების შემდეგ თუნდაც განწყობა ელმინდა როგორც წინა პოდკასტში რო ვისაუბრეთ ხა იმ გოგოს რო დაარტყა იმ ბიჭმა ერთია მაგრამ განწყობა რა დახვდა ამ ყველაფერს მეორეა ხო რა თქმა უნდა ხო და აი რა ხდება ახლა ჩამოყალიბდება ესეთი ჯგუფები იქნება შემდეგ რაღაცა პროვოკაციები მოწყობილი მე ამ პროვოკაციებს ვიღაცა შეასრულებს და ეს ამათმა წევრმა გააკეთა, ამათმა წევრმა არ გააკეთა, ასეთი განცხადება, როდესაც არის გაკეთებული. ხო, საკეკი მიეცა უკვე იმას ლიბერალურს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბიჭის ეს პატრიოტული გრძნობები იქნა გამოყენებული ესეთი პროვოკაციული ესე რომ ვთქვათ, სიტუაციის შესაქმნელად, რომ გავრცელდეს ტერორი, შიში და თუ რაღაც აი, შეხედა რა ცუდი საქმე გაუკეთეს, თუ აქამდე ოლეოლას მომღერლებს რო ხდებოდნენ ვიღაც გულანთებული და პარტიას როგორ გვაგინე 1,200,000 ამომრჩეველს როგორ გვაგინე შენი ასე შენი ის რა ქვია იმათ ნუ რამდენი შემთხვევა იყო ახლა ესეთი ხო ბოლო დროს ერთი ის რო იყო რა ქვია ჩუცუდუში თუ სადღაც რომ იმაშვება კლუბში რო უგინებია ვიღაცისთვის და ის რო ცემეს და რამდენი შემთხვევები იყო ეგეთი და ეხლა რა იქნება იცი ხვალზე ვიღაცა რო გალახონ ქუჩაში ხოცების გინებისთვის იმ წუთში ამაცია მიკერებული სახელი აი ქართველი შვილის გუნდი რომელიც დანაშაულზე ხელს აწერს ღიათ ამბობს ეს იყო ყველანაირად არასწორი განცხადება შენ თუ რაღაცის ფორმირება გინდა შენ თუ რაღაცის ჩამოყალიბება გინდა იმიტომ რომ ამ განცხადებიდან იკვეთება რომ შენ ქმნი ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს რომელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფიც დანაშაულის ჩადენამდე მისი პირით ამბობს რომ მე დანაშაულს ჩავიდენ და თუ გინდა ციხეში გამიშვა ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. აი ეს თვითონ პიროვნებიდან იყო დაუფიქრებელი, იმიტომ რომ არ გააჩნია პოლიტიკური გამოცდილება, ნულის დონეზე გააჩნია პოლიტიკური გამოცდილება, მაგრამ ვინც ეს კითხვას დაასმევი ახლა ის კი არ უთხრა და იქნება თქმევინეს ხო, ანუ დაამუშავეს, წინასწარ ხო შედგებოდა საუბარი, იმიტომ არავის დაუძალებია, რომ გინდა თუ არა ეს თქვიან, ვიღაცას არ წამოუცდენია ეს რაღაცა, ეს იყო პირდაპირ დამუშავებული საუბრიდან, გააზრებული საუბრიდან წამოსული, ესე იგი, ეს რასაც მოყვა შემდეგ უკვე რეაქცია, გაგრძელება და კაი ხარ ძმაო, ყოჩა, ხო ხედავ რა ახლა ტყდება იქ რა დღეში ჩავარდა, მთელი ლიბერალური სამყარო ყველას ჩვენი შიში ექნება. ეხლა მე ვსვამ ერთ ელემენტარულ კითხვას. სახელმწიფო რომელსაც სადღაც სად არის ამ დროს? მე ვსვამ აი ამ კითხვას. სახელმწიფო რომელსაც დაახლოებით 40,000 პოლიციელი გააჩნია. პლუს არმია 30,000. პლუს დაზვერვის, კონტრდაზვერის სამსახურები. პლუს უშიშროება თავისი აგენტურული ქსელით, რომელიც თითო კორპუსში 14 მაინცა.
პლუს ქართული ოცნების პარტია და ამომრჩევლები, რავი 1,200,000 რო ყოფილა, რო გითხო ღმერთო დაიფარეს საქართველოს 1,200,000 კოციდან და ნაციდან. ბიჭო, ამ ხელა ძალა ოფიციალ კანონიერი, პოლიცია, უშიშროება, არმია, დაზვერვა, კონტრდაზვერვა, ამათი პარტია. რაში ჭირდება ამ ძალას გამეცი პასუხი ახლა შენ 100-200 კიდე კუნთმაგარი ადამიანი ოღონდ მინუს პოლიტიკური გამოცდილებით ბრძოლის ველზე რით ვერ უნდა გადაარჩინოს ქვეყანა. რით რა პრობლემას ვხედავთ, რომ პოლიცია, უშიშროება, არმია და ესენი ვერ ახერხებენ ამ ყველაფრის გამკლავებას. ეხლა მეორე. და მარტივად კანონ პროექტი რომ მიიღონ რაღაცა მარტივად მივალთ. ეხლა მეორე კანონ პროექტი ვახსენე. გუშინ კიდე იყო საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა, მსახიობები არიან, როგორც ვიცი, კულტურის სფეროს წარმომადგენლები არიან, რომლებმაც დაანონსეს, რომ ჩაერთვებიან ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რათა სახელმწიფომ მიიღოს ეროვნული ცნობიერების და ეროვნული თვითშეგნების და ეროვნული ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო ბაზა. გუშინ იქნა ეს ჯგუფი შეკრებილი და გამოაცხადეს ეს ყველაფერი. ეს დროსა და სივრცეში იქმნება ესეთი დანაყოფები, იქმნება ესეთი სამოქალაქო აქტივი, რომელმაც უნდა უბიძგოს, რომ ქართული ოცნება, რომლის დირექტორიც, ასე რომ ვთქვათ, უпроსტად აღმასრულებელი დირექტორი ერმილე მე რასაც მივხვდი ჩემო კარგო ბუდეში 2 წამით გაგაწყვეტინებ ქართული ოცნება ემზადება 2028 წლის არჩევნებისთვის და ოპოზიცია მაგას და მივალ დამამთავრებია რომელსაც აღმასრულებელი დირექტორი ყავს კაცი გულისხმობ კობახიძეს რომელმაც თქვა რომ მე ეროვნული ცნობიერება არ ვიცი და საშიშაკაც მიმაჩნიაო ამ კაცს უნდა აიძულონ ეროვნული ცნობიერებების დაცვა ეს ახლა ვინმეს წარმოგიდგენიათ ესეთი რაღაცა და მივალ მაგამდე ყველასთვის გასაგებია რომ ქართული ოცნების პირობებში ეგრეთ წოდებული შიგ ევროპული გზა რომელზეც 35 წელიწადი ვიდექით და ყველაფერი ოღონ ევროპა და ოღონ შენჭირება ეს აღარ გაგრძელდება ამიტომ აპოშილმას განაცხადა ეკრო რომელ ევროპაში მივდივართ რომელ ევროპაშიც აი შემდეგი კითხვა ეგ უნდა გქონოდა რაც განაცხადა შალვა რომ 20 წლის განმავლობაში თუ რომც მიგვიღონ ხმის უფლებაც კი არ გვექნება ხო ამიტომ უნდა მოხდეს გადაფორმატება ასე რომ ვთქვათ საქართველოს საგარეო ვექტორის როგორც იციან თქვა და ამ საგარეო ვექტორის გზაზე რამ შეიძლება დაიკავოს ნებისმიერი მისწრაფება ნებისმიერი ეს ხო იყო ამდენი ხანი არჩეული ეს ტრანსნაციონალური ულტრალიბერალური ჭალებში დემოკრატიული გზა რამაც ყველანაირი ეროვნული უნდა ჩაანაცვლა საქართველოში გამსახურდიას დამხობის მერე ახლა ამან თავისი მოჭამა იმიტომ რომ ეს რეჟიმის დაპირისპირებაშია შესული და რით შეიძლება შენ ამ დროს ხალხი აი ამაზე უარს ამბობ მაგრამ უარს რო ამბობს სხვას რას აძლევ ხალხს არ არსებობს ხო მერე ბატონო სერგო რო იტყოდა ქუთაისელი მერე ჩემო ძმაო რა ხდება იცი შენ ხალხი თუ გინდა შენ ირგვლივ შემოიკრიბო ამ დროს უნდა ჩართო პატრიოტიზმი იმიტომ რომ არაფერი ერს ისე არ აცოცხლებს და ფეხზე არ აყენებს რასაც ქვია ეროვნული გრძნობები ხო და აი ახლა ჩაირთო აი ახლა ეს ულტრალიბერალები მთელი სოროსის ფონდებში გამოზდილი ხალხი 14 წელი თუ 15 წელი ამერიკი და გერმანიის საელჩოდა რო ხელფას იღებდა პაპუაშვილი და სოროსელი რო იყო ეს ჩიჩილაკი და ესენი უცებ ამათმა რომელიც ევროპამ გამოზარდა როგორც პერსპექტიული როგორც შიგევროპულად მოაზროვნე ხალხი უცებ ტრანსფორმირდებიან ესენი ზვიადად და მერაბად რა ზვიადი უფრო იმდენად არა უფრო მერაბ კოსტავას ბაძავენ
იმიტომ ზვიადი ცოტა მაინც საფრთხის შემცველი არის, იმიტომ რომ ეს შეიძლება პოპულარული ფაშიზმში, პროვინციულ ფაშიზმში არ დაადანაშაულონ და აი ზვიადს ვერ იტყვიან, მაგრამ აი როგორც უშიშროების ნარატივია, ხო იცი? ზვიადი კი პატრიოტი იყო, მაგრამ პოლიტიკოსი არ იყო, კოსტავამ უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი, ამიტომ კოსტავას გზაზე უნდა წავიდნენ ესენი და დააკვირდი ჩემო ძმაო. აგერ ახლა ჩემ უბანში კიკვიძის ძეგლის მაგივრად ზვიად გამსახურდიას ძეგლს დგამენ. აქ ხიბულაში გარდაცვალების ის ააშენეს, რა ქვია, სახმუზეუმი, აგერ ეროვნული ცნობიერების ახალგაზრდები შემოაგორეს, რაღაც აქეთ-იქეთ და მოკლედ ამ ჩვენ ავანსცენაზე ხდება მომზადება ქვეყნის იდეოლოგიური ცვლილებისა, რომელიც ოფიციალურად იყო გზა შიგ ევროპისკენ, გადაფორმატება მოხდეს. იდეოლოგიას ვერ შეცვლიან, ერმინა, უბრალოდ ქართული ოცნება მე თუ მკითხავ ემზადება 2028 წლის არჩევნებისთვის უკვე, რასაც ოპოზიცია ვერ ხვდება და მაგ დროისთვის ჩვენ გვეყოლება მართველი, რომელსაც ექნება, მე თუ მკითხავ, ექნება აკრული, ასე ვთქვათ, მარკა იმისა, რომ მე ვარ კონსერვატორი და პლუს მაგას წინა პოდკასტში რო ვისაუბრეთ, შეიძლება წამოწიონ თემა მონარქიული წყობილებას, კონსტიტუციური მონარქიის თემას. აი მანდეთკენ მივდივართ მე მგონი და აი ისე რო დავუბრუნდეთ შალვა პაპუაშვილის განცხადებას. გვამზადებენ იმისთვის, რომ მე თავიდან ბოლომდე ვეთანხმები ამ შემთხვევაში ბატონ შალვას, რომ სიმართლე თქვა, რას თქვა, კითხვა კარგად დაისვა, რომელი ევროპა გვინდა ჩვენო და მეც და შენც დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ჩვენ ევროპაში არაფერი არ გვესაქმება, მაგრამ თუნდაც რა კურსიც გვაქვს, ასე ვთქვათ. ანუ შენ როგორ ფიქრობ, ერმინე, რომ წინასწარ გვაგუებენ იმას, რომ 2028 წლამდეო ჩვენო აღარ განვაახლებთ საუბარსო, ანუ 2028 წელს ჯერ ეგეთი ევროპა იარსებებს თუ არ იარსებებს არ ვიცით, მაგრამ საბოლოოდ თუ არ სიტყვის საქართველოს გაწევრიანებაზე? მოკლედ რაში არის საქმე? 2000 ესენი არჩევნები რო დამთავრდება, არჩევნების დამთავრებიდან ესენი მომდევნო არჩევნებზე ფიქრობენ, ქვეყანაზე კი არ ფიქრობენ. მომდევნო არჩევნებზე ფიქრობენ. ამიტომ ხოცებს რა ჭირდებათ? ხოცებს ჭირდებათ შიდა ლეგიტიმაცია. გარის დანებითაო. გარის ევროპიდან არ მიუღიათ ახლა ლეგიტიმაცია, მაგრამ არსებობენ და ძლებენ და მიდიან. სამაგიეროდ ამ ლეგიტიმაციას აზიის ქვეყნები მიცემენ, რუსეთი მიცემს, თურქეთი მიცემს, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, არაბული სამყარო ეს და ეგ ნაკლებად ადარდებთ მაგათ ევროპა თუ არ ცნობს ახლა მაგათ ჭირდებათ რა? მაგათ ჭირდებათ შიდა ლეგიტიმაცია, პარტიას პლუს ხალხი, ამ ხალხს ჭირდება მტერი. ამ ერთობას ჭირდება მტერი. ამ ერთობის მტერი არის მოძებნილი deep state-ი. მე იმას არ ვუყურე არსებობს. deep state. ნეტა ჩვენ არა გვყავს სექტორი, ეგაა ცუდი თორე. მაგრამ deep state-ი, ისეთი deep state-ი კი არა, როგორც ვთქვათ, ამერიკაშია, ევროპაშია. კაცო, ამათ თქვია კონკრეტული სახელი, ამას თქვია კოლექტიური დასავლეთი. ამათ ამის თქმა არ უნდა. რაღაცა მიტიური deep state-ს აცხადებენ. და არეუბნებიან ამათ, რომ კოლექტიური მე ომის პარტია გლობალური ომის პარტია, ხო იცი? ნუ ეს ამერიკელი მაგნატები და ეს მონოპოლისტები, რომელსაც თავიანთი იარაღის გაყიდვა უნდათ და ესე მოკლედ. ამას ქვია კოლექტიური დასავლეთი. სპეცსამსახურები, რომლებიც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება, ასე გასულ. აი ეს უკვე შექმნილია. ეხლა ამას უნდა დაერქვას სახელი. ამას დაერქვება სახელი, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია ჩვენ ვიცხადებს მტრობას, ამიტომ ჩვენ ევროპის გზაზე კი არა, ჩვენ ეროვნულ გზაზე უნდა ვიაროთ. ხო და აი ჩვენ იდეალებზე ახლა გაახსენდებათ, რომ
თურმე ზვიად გამსახურდია და ეროვნული ხელისუფლების დამხობაში რამხელა წვლილი შეიტანა დასავლეთმა, როგორ გაწირეს ზვიად გამსახურდია, როგორ მოხდა ისა რა ქვია დინების აღმაცურვის გამო დასჯა, ბეიკერის ვიზიტები, გამსახურდიას ფაშისტური რეჟიმი, როგორ დასავლეთმა როგორ ახლა დაჭირდება მე მივესალმების სიმართლეს ყოველთვის. მივესალმები, იმიტომ რომ ტყუილში დაწყებული ნებისმიერი საქმე განწირული არის ადრე თუ გვიან დასანგრელად, რათა თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა. აი ეს თქვა ხო პაპუაშვილი? კი ბატონო, მართალია რა თუნდა მას პაპუაშვილი ვისაც ჩაუხედია დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან ზუსტად მაგიტო გავიდა, რომ ევროკავშირში ბრიტანეთს მართლობის ბერკეტები არ ექნებოდა, საფრანგეთთან და გერმანიასთან დიდ ბრიტანეთს არ ექნებოდა. აქ ჩვენაირ პატარ-პატარა ქვეყნებზე არ ალაპარაკი. ხო და ეს თანდათან დაიხვეწა, ჩამოვიდა და ახლა ესენი ეძებენ ორივე მხრიდან მიზეზს. იმდენი უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ, რომ შიგ ევროპამ ამათ ძალიან ხისტად უნდა უპასუხოს. და მოუბრუნდება მერე ხალხს და ეთქვის, ხალხო, ჩვენ ბედნიერებას, ჩვენ მომავალს, ჩვენ აღმშენებლობას, ჩვენ ეროვნულ იდენტობას ევროკავშირი უქმნის. წინააღმდეგ ჩვენ აღარ გვინდა ეგეთი ევროპა. ვითომ მე ჩამეწეროს იქ რა ქვია ნატო და ევროკავშირი კონსტიტუციაში სვლა. მაგრამ ელმიდე ჩვენ ეთერს გარეს ვისაუბრეთ და განმოგჩა ერთი თემა პირველ რიგში კიდევ ერთხელ სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ნიკოლოზ გზაონაძეს და მე თუ მკითხავ ეგ ადამიანი რაღაც ცუდ ბულინგში მოყვა ასე ვთქვათ, ჯერ საქართველოში, მერე რუსეთში. კითხვა მაქვს შენთან, ახლა თუნდაც აი PPS-თან დაკავშირებით და ზოგადად აი რუსეთში მყოფ ემიგრაციაში რას ფიქრობ, აი მე პირადად ახლა ემიგრანტების ხელმძღვანელი ვარ და აი შენთანაც ვისაუბრე იმაზე, რომ მინდა რომ ეს ემიგრანტები იყოს საერთაშორისო ყველასი იყოს, მარტო ჩემი კი არა, შენიც იყოს, ვინც გვისმენს იმისიც იყოს. მაგრამ ყოველთვის თუმად არის ეს რუსეთში მყოფი ქართული დიასპორა და დარწმუნებული ვარ, იქაც მოგვისმენენ რაღაცა დროის მერე და რა ხდება ეს, აი ნიკოლოზი იქნება თუ ვიღაცა პეტრე იქნება თუ პავლე იქნება. მე მახსოვს კარგად ერთი მომენტი, როდესაც რაღაცა ოჯახური არაფინანსური არა ანუ იმას გულისხმობ, რომ გაჭირვების გამო კი არა, უბრალოდ რომ გასვლა მინდოდა ქვეყნიდან, რომ გავდიოდი, მეგობრებმა პირველი ისმით, რომ ქართველს არ ენდო. ჯობია იმას ენდო, ვინც იქაური არის. რა გჭირს ეს ბოლო ერთმანეთს რატო მტრობთ ასე? ნუ რა გითხრა ჩემო ძმაო, ყველა ერს აქვს თავისი პლუსი და მინუსი. ქართველებმა ჯობია ვაღიაროთ ჩვენი ქართველი ერის დიდი მინუსი, რომ ქართველებს უჭირთ ერთობა. უჭირთ ერთობა და ქართველი ერის ერთობის ერთ-ერთი მთავარი მონოლითი არის ეს არის მართლმადიდებლური ქრისტიანობა და ქართული ენა. დარჩენ თვითონ საქართველო და ქართველი ერი ძალიან სპეციფიკური ერია. მე გეტყვი თან როგორ იცი დიდარი კულტურული წარსული უზრუნველყოფს იმას, რომ აი ძალიან ცუდი რაღაცა მინდა რომ ვთქვა, მაგრამ აი გონებით დაუკვირდი ამ ყველაფერს, შეც და მაყურებით. ნებისმიერი ქართული კუთხე აიღე, ცალკე. კიდა კახეთი, კიდა ქართლი, კიდა იმერეთი, კიდა აჭარა, კიდა აფხაზეთი, კიდა სვანეთი, აი ნებისმიერი რო აიღო ცალკე. აბსოლუტურად თითოეულ კუთხეს აქვს ყველანაირი ატრიბუტიკა იმისთვის, რომ ცალკე როგორც დამოუკიდებელმა პატარა სახელმწიფო მიარსებოს. კი. აი ეს იმდენად აი როგორ გითხრა იცი, იმდენად მაგრამ შორიდან უყურებ ერთ წამით შორიდან როცა უყურებ, ხო, თბილისი თითქოს უფრო საქართველოა. ნუ
ეს საერთოდ ხო იცი საქართველოს ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისის შიგ ჩასმული ბადახშიო ხო თბილისი უფრო საქართველოს იმიტომ რომ ვინც ეზიზღება დღეს ყველაზე მეტად ლავრენტი პავლოვიჩმა და იოსებ სტალინმა გააქართველა თბილისი თორე 11% იყო ქართული მოსახლეობა თბილისში მთელი სოფლებიდან რაიონებიდან ჩამოიყვანეს ხალხი და დაასახლეს და გახადეს თბილისი ქართველების ყველა კუთხის ქართველების შეზავების შეკვრის ცენტრი იმიტომ რომ ასე ყველა კუთხის ქართველი ერთ წრეზე ცხოვრობდეს რომელიღაც ქალაქში პრაქტიკულად არა. ეხლა ამას რატო ვამბობ? ამას უზრუნველყოფს ჩვენი მდიდარი წარსულიც. კულტურული წარსულიც უზრუნველყოფს ამას საუკუნეების მანძილზე დაშლილი საქართველოს ცალკე კახეთის სამთავრო, ცალკე ქართლის სამთავრო, ცალკე ჯავახეთის სამთავრო, ცალკე იმერეთის, ცალკე აფხაზეთის. ანუ ეს სეპარატიზმი დაშლა აი ძალიან ძლიერია ჩვენში. ძალიან ძლიერი. ერთობა ჭირს. ამიტომ ხდება ეს, რომ რაღაცნაირად საქართველოში თუ საქართველოს გარეთ ქართველებს მარტივად გამოდით ეს დაშლა და ერთობის ფორმულა ბოლომდე არაა მონახული, ხო? ამიტომ არაფერი განსხვავებული ემიგრაციაში არ ხდება ის რაც საქართველოში არ ხდება. უბრალოდ ემიგრაციაში საშუალება არის ადამიანმა ბოლომდე გამოავლინოს თავისი თავი. რაც შეეხება რუსულ ემიგრაციას. რუსეთი ქართველებისთვის ნამდვილად იყო ის ქვეყანა და ნამდვილად იყო ის პლატფორმა, სადაც ქართველებს ერთობა რო შეძლებოდათ, ჩვენზე ძლიერი და გავლენიანი ლობი რუსეთში ვერავის ვერ ექნებოდა დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი ყავს. 9 მილიონი ადამიანი და აი ეს მეტი კაცო. 9 მილიონი, 1 მილიონი. არა, მე ვიძახი ხო, სავარაუდო იმას ვიძახი რა, 800.000-მდე ლავირებს ეგ და ეხლა შეხედე. და ამას ვაგებთ რუსეთთან თუნდაც რბილ ომს, აი წარმოიდგინე რა. ვაგებთ კი არა, სიკვდილის სიცოცხლით ავართ გადაგიდებული ერთმანეთზე, ხო? ეხლა შეხედე. ელცინის დროიდან მოყოლებული გავსებული იყო მთელი რუსეთის კულტურული ელიტა, ბიზნეს ელიტა, კრიმინალური ელიტა. ქართველებით. გამოს ძალიან დიდი ძალა. ელცინი აი აფხაზეთი რო გვეკარგებოდა ნანი ბრეგვაძის ტაშმანურ კონცერტებზე დადიოდა და შენ ჭირივე შენგენაცვალე ქონდათ გამართული. პრობლემა რაში იყო? ამ ელიტას არ შეეძლო შეკრულიყო ქვეყნის სიკეთისთვის. გეკითხები ჩემო ძმაო, რუსეთის მთავარი სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი ზურაბ წერეთელი. აი თუნდაც პუტინის პირადი ექიმი, გულის ექიმი, კარდიოლოგი ლეო ბოკერია. მთავარი ფსიქიატრი ερμილეს წამომისვინე მაგდროს ზუსტად ხო მაგდროს ზუსტად რუს ალის ორივე მოწილე იყო ბადრი პატრაკაციშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ბადრი პატრაკაციშვილი, ბიძინა ივანიშვილი უამრავი ქართველი ბიზნესმენი არის, რომელიც ასე არის, რუსეთში რომელიც რომელსაც ჰქონდა, რა ვიცი, მართლა პირდაპირ ზარი კრემლში. გამეცი პასუხი ასე თუ ისე ბადრიმ რაღაცეები კიდე ასე თქვათ ბადრის ჰქონდა პატრიოტული შემართება ჰქონდა და ბადრის ნამდვილად ვერ დაუკარგავს ვერავინ იმას რომ ბადრი სახელმწიფოებრივად აზროვნებდა და ამ სახელმწიფოებრივ აზროვნებაში ჰქონდა ჩამოყალიბებული თავისი ხედვა თუ საქართველოს განვითარება როგორ უნდა მომხდარიყო. ამის გამოც იქნა ის მოკლედ. ახლა მე ვამბობ ერთ რაღაცას. თუნდაც იგივე ივანიშვილი, რომელიც რუსეთში იყო, რომელსაც თვითონ თქვა და თვითონ აღიარა პირდაპირ, რომ ის იყო ელცინის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი. არა, იდეას უსმინდა ისა, ερμილე, ივანიშვილის აღიარების გარდა გიორგი რუხაძეს უსმენდი პოდკასტი ქონდა, სადაც ჩამოაყალიბა თავიდან ბოლომდე დავაში ვისთან იყვნენ, ბადრეს ჩამოორთეს მთელი ქონება. მათ შორის იყო ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი მოდავე იყო. ეხლა ეგ
ხვალდა ზეგ მე გაირკვევა რატო და ისთვის იყო მოდავე ბერეზოვსკისთან და აი თავიანთი ოლიგარქიული გარჩევები არის და ეს არის მაგრამ მე რას ვამბობ ხომ არა რასვი არა მეც დამაჩადე რომ ბოლომდე თქვა ანუ იმას გულისხმობ რომ ანუ მაგ დროს უკვე ივანიშვილს იქ ძალიან დიდი ძალა ჰქონდა ხო როცა ხედა კორპორაციაზე მიდის საუბარი ხა დღესაც რუსალი არის ანუ მეტალურგიული სახელმწიფო კომპანიის მეწილე იყო ადამიანი და კარგი იქნება თუ მაგასაც კვანტრიშვილების ამბავი ავიხსენოთ ციხლით აღებდა კრემლში კარებს ისე შედიოდ ხო ძმები კვანტრიშვილები რო ხო და მინიმუმ ის ვერ ვქენით რომ თუნდაც ოჩამშირეში 12 სექტემბრის თავდასხმა აგვერიდებინა თავიდან ხო და აი ელემენტარულს ვამბობ მე ამ ელიტამ რა გააკეთა სამშობლოსთვის რომ ერთიანი საქართველოს ერთობა შეეკრათ და შეკრულ ერთობას სამშობლოსთვის მოეტანა სიკეთე იმიტომ რომ ყველასთვის დაწყებული ბულადო კუჩავათი დამთავრებული თქვა და ივანიშვილით ხო ყველასთვის სამშობლო საქართველო იყო მე ეს მახსენებს დაახლოებით მე-17 საუკუნის ირანს აქ ხშირად იციან თქვა ეს გიორგი სააკაძის ფაქტორის გახსენება და უნდილაძის გახსენება არ არის ჩემოლევან ასე ირანის ისტორიას რო გადახედო მაგ პერიოდში ირანის შაჰის გარდა აბსოლუტურად თითქმის ყველა წამყვან პოსტებზე ქართველები იყვნენ და საქართველოს რა მე-17 საუკუნის საქართველო იყო ყველაზე მეტი უბედურ დღეში თუ დიდი შემოსევები მაგ დროს ქონდა ყველაზე დიდი შემოსევები მაშინ ქონდა თუნდაც გიორგი სააკაძეს მოუწია როგორც ირანული მხრით შემოსვლა კი ბატონო იგივე ოსმალეთის სულთნების ზოგის დედები ზოგის მეუღლეები იანჩარებზე საერთოდ ლაპარაკი არა მაქვს მამლუქებზე ლაპარაკი ესენი სულ ქართული წარმომავლობის იყვნენ მაგრამ საქართველოს რა არაფერი წარმოიდგინე ახლა შენ ამხელა გავლენა რო ქონოდა სომხებს მიუხედავად იმისა სომხებს დიდი ლობი ყავდათ და ყავთ ვერაფერი ამიტომ დიასპორულ საკითხებში რასაც ქვია ქართველები ვართ ნოლი უნდა ვაღიაროთ რომ ემიგრაციულ ცხოვრებაში რომ იქნეს ფორმირებული ქართველს ხელი გაუწოდოს და იქნას ორგანიზაცია შექმნილი რომ აქ ჩამოსული აბა დავასრულებ ერთი აქ ნახე შენ ერთი სომეხი რო ჩამოდის არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის პასპორტია საფრანგეთში ქართული პასპორტი აქვს და სომეხი აქვს ნახე სომხური ლობი როგორ მონახავს როგორ დაუდგება გვერდით როგორ სამსახურს მოუნახავს არაოფიციალურს თავის გასატანის საშუალებას მიცემს როგორ გაიტანენ ერთი მეორეს ქართველები გულანთებული ქართველი თუ ქართველს ყელს არ გაუწვის არც ერთი ორგანიზაცია ამაზე არ მუშაობს ამიტომ ეს დიასპორული საკითხები ეს არის ჩვენი აქილევსის ქუსლი. და ერთ ქვეყანა ვართ აუთსორსი ასე ვთქვა. და თუ შეხედე ერთს რომელსაც არ შეუძლია ქვეყნის შიგნით იყოს ერთიანი ის ქვეყნის გარეთ ვერ გამძლიანდება შემოწმა. ირლანდიის განმანთავისუფლებელი არმიის მთავარი სულის ჩამდგმელი იყო ირლანდიის ემიგრაცია. მათ შორის შეერთებული შტატებიდან ძირითადად მათ შეძლეს რომ მოემარაგებიათ პატრიოტი ირლანდიელები ფულით, იარაღით, ყველაფრით ბრიტანეთთან ებრძოლათ. საქართველოს ეს არის ნოლი და მე საერთოდ არ გამკვირვებია ეს იყო ელემენტარული ჩვეულებრივი გამოვლინება იმ დალაგებული საუბრებიდან, იმ პოდკასტებიდან, იმ გადაცემებიდან, იმ ოფიციალური ინტერვიუებიდან, რომლებიც სინამდვილეში აი ეგრეთ წოდებული ანდეგრაუნდი რასაც ქვია მიწისქვეშეთი აი იქ მიწისქვეშეთში რა ხდებოდა ზუსტად ეს იყო ჟავანაძის და PPS მიმართ ესეთი PPS მიერ ჟავანაძის მიმართ ეს ყველაფერი ასე მსახურება მე თუ კითხა უფრო რუსული არ ვიცი მაგრამ რაღაცა ძალიან მუშაობს იმაზე რომ არ შედგეს ქართული ერთობა ასე ვთქვათ და პლუს მაგას იყენებენ აი მას რაც ჩვენი ჭირია ასე ვთქვათ რა რომ
არ შეგვიძლია ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთმანეთის გატანა. აი კონკრეტული ეს რო ავიღოთ, აი რაში ჭირდებოდა თუნდაც მამუკა ფიფიას დამუქრებოდა ნიკოლოზ ჟავანაძეს, რომ მე შენ საფლავზე აგიყვან და ასე შემდეგ, ხო? ხა წარმოიდგინე რუსის თვალით, ხა სერის მაყურებლის თვალით რო უყუროთ რა, რომ აი ქართველები ერთმანეთს ესე ჭამენ. აი ეს ყველაფერი ხო სამარცხვინო არის, მე თუ მკითხავ, ხა მე და შენ რო ერთმანეთს დავერიოთ, რომ ეგეთი რაღაცები ერთმანეთს ვაკატროთ, ხო? რატო უნდა ვაკატროთ ჯერ ეგეთი, მაგრამ ან შენ რო დამემუქრო, ან მე რო დაგემუქრო, შენ რო აი საფლავზე წაგიყვან და რაღაცას გიძავ, ხო? აი ეს ყველაფერი რას ემსახურება? აგიხსნი ახლა. ჩემი თვალით დანახავს, ლევან, შეხედე რუსეთში ძალიან ძლიერი არის ლიბერალური ელიტა. რუსეთში არის სამი ელიტა. ეს არის უშიშროების ელიტა, რომელიც არის პუტინის მიერ ფორმირებული, რომელიც ითვალისწინებს ოლიგარქატის ნაწილს და თითქმის ყველას თუ არა ძირითადს, რომელიც და თვითონ უშიშროების თანამშრომლებს. იმიტომ ეს კაცი მოდის ამ სტრუქტურებიდან და გაკეთებული აქვს, ესე რომ ვთქვათ, ფსონი იმ ადამიანებზე, რომელიც სტრუქტურიდანაც მოდის. ამიტომ მოხდა რუსეთში, რომ კრიმინალური სამყაროს ჩანაცვლება უშიშროების თანამშრომლებით, ბიზნესები იქნებოდა თუ რა იქნებოდა ამ ყველაფრის ჩამორთმევა და ესე შემდეგ. მეორე ელიტა. ეს არის სამხედრო ელიტა. უშუალოდ ძერჟავნიკები. ანუ ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ ქვეყანას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ჯარისკაცობიდან დამთავრებული გენერლობამდე, რომლებიც დღესაც წარმოადგენენ რუსეთის მამოძრავებელ ძალას ომში და არის იმპერიალისტი ძერჟავნიკები. და არის მესამე ელიტა, ეს არის ლიბერალური ელიტა, რომელი ელიტაც სხვათა შორის რუსეთში ოდითგანვე იყო, მას შემდეგ რაც ესე რომ ვთქვათ, საერთოდ ევროპაში ლიბერალიზმის 19 საუკუნეში აყვავება დაიწყო და ესე შემდგომდე ილია ჭავჭავაძეც კი ერთი პერიოდი, დოსტოევსკიც კი ერთი პერიოდი ამ ელიტის ნაწილი იყო, იმიტომ რომ იმ პერიოდში ეს კლასიკური ლიბერალიზმი რაც მოდიოდა, ეს წარმოადგენდა ჰუმანიზმის პრინციპებს და ამ ყველაფრის გადმოტანა, განვითარება საზოგადოებისთვის, ხალხისთვის, მართლა პროგრესულად მოზრომი ადამიანები ამას ფიქრობდნენ ჯერ კიდე მონათმფლობელობის რუსეთში. ეხლა შეხედე აქ რა ხდება. თანამ ამას დიდი ტრადიცია აქვს. იგივე დეკაბრისტები მაგალითად. რუსი დეკაბრისტები ჭირის დღესავით ეზიზღებოდათ საქართველოს. საქართველოს მიმართ რუსეთი ხო ეზიზღებოდა. საკუთარი ხო ეზიზღებოდა. და თუ ვინმე საინტერესებს წაიკითხოს ფრანგენ მწერლის მარკიზ დე კიუსტინის მოთხრობა წიგნი არის მოგზაურობა რუსეთში. ნუ აქ არის თავიდან ბოლომდე ყველაფერი მაშინდელი რუსული იმპერიის ელიტის ყველაფერი პლუსები, მინუსები იმდენად ძლიერი, რომ დღესაც აქტუალურია, არაფერი შეცვლილია რუსეთში. ესე იგი, იმდენად პოპულარული იყო ფრანგული ლიბერალიზმის ექსპანსია რუსეთში. ფრანგული კულტურის გავლენა, რომ რუსი ელიტები ჩვენთანაც შემოვიდა, ხო გახსოვს? ხო რა თქმა უნდა, ჩვენთანაც შემოვიდა, იმიტომ რომ ეგ კულტურული გავლენა იყო, კაცო, ფრანგი გუვერნანტების ჩამოყვანა და მაშინ სხვათა შორის ჭავჭავაძის ოჯახი რო აიყვანეს, თქვით, იქ ერთ-ერთი ფრანგი გუვერნანტკა იყო, რომელსაც დაწერილი აქვს შემდეგ 8 თვე შამილის ტყვეობაში და როგორ ეპყრობოდნენ ჩრდილოკავკასიელები ჭავჭავაძის მამულიდან გადაცებულ ოჯახს, მათ შორის ამ ფრანგ გუვერნანტებს, გაიგე? ხო და რაში იყო საქმე, იცი? იმდენად გაბატონებული იყო, რუსული ენა იყო მთლიანად დაჩაგვრული, იგნორირებული. ელიტა ლაპარაკობდა ფრანგულად. აი სასწაული 1812 წლის ესე ვთქვათ, ბოროდინოს ბრძოლაზე რუსმა გლეხმა მოკლა 2 რუსი ოფიცერი და მიზეზი რა იყო, იცი? ერთმანეთში ფრანგულად ლაპარაკობდნენ და იფიქრა, რომ ესენი ტერიეგონა, ვიცი. ხო, ესენი იყვნენ ნაპოლეონის მზერავი ჯგუფის ოფიცრები და გადაცმული იმაში და მოკლა. ნუ არ იცოდა იმან, რომ რატო შეიძლება ტერიეგონა, ხო, ვიცი. რუსმა ოფიცერმა, რომელიც საფრანგეთს ებრძვის, ბრძოლის წინ ერთმანეთს ელაპარაკოს ფრანგულად. სისხლში იყო გამჯდარი.
სისხლში იყო ყველაფერი. ხო და ეხლა რატომ ამბობ? კაცო, ამ ლიბერალებს ოდითგანვე ეზიზღებოდათ რუსეთი, ის ტრადიციული რუსეთი, რასაც ვქვი, ანუ რუსული ენა, მართლმადიდებლობა, ეს ყველაფერი და ეზიზღებოდათ საქართველოს როგორც ქვეყანა, რომელსაც გააჩნდა კონსერვატიული ქრისტიანული მართლმადიდებლური შეხედულებები და ეს არსად არ დაკარგულა. 30-იან წლებში თავს რო იგიჟებენ, აი თბილისში და ეს მოხდა და რეპრესიები მოხდა. მთელი საბჭოთა კავშირის ინტერნაციონალი ლიბერალური ნაგავი. ყველა თბილისში იყრიდა თავს. ყველა თბილისში. და ისი არის დღესაც, ხო და ამათ ოდითგანვე ჰქონდათ საქართველოსთან და რუსეთთან მიმართებაში ერთმანეთის დაპირისპირება. აი ახლა მაგალითად ნავალნი იყო რუსი ლიბერალი, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. ჭირის დღესავით ეზიზღებოდა საქართველოს. 2006 წელს ქართველებს გრიზუნებს გვეძახდა და მერეც 2008 წლის ომის დროს პუტინს ლანძღავდა და აგინებდა, რას ქვია თბილისი მიწასთან არ გაასწორა. და რას ქვია აფხაზეთი და სამაჩაბლო არ შეიერთა საერთოდ. საქართველოში დასტირიან ახლა. ხო, მაგაზე მინდა რომ მომავალ პოდკასტში თავიდან ბოლომდე 2008 წელს მივუძღვნათ და დიდი კითხვა მაქვს იმასთან მიმართებაში. აი, ეხლა თუ შეგედია მარტივად ვისკა თბილისი რატო არ არის? არ შედიოდა ეს მათ გეგმებში, კაცო. მაგაზე სხვა ყველაფერი არ იყო ეს მაგათ გეგმებში. არ იყო ეს მაგათ გეგმებში, კაცო. სისულელია იმაზე ლაპარაკი რომ რაღაცა გემმა გააჩერა, ამ თვითფრენავმა გააჩერა სისულელია. მე ვიყავი ამ ყველაფერს მონაწილე, კაცო. კაი, მომავალი პოდკასტი მინდა რომ მიუძღვნათ ზუსტად 7 აგვისტოს მოგვიწევს ერმილე და ვისაუბროთ ჩვენი შეცდომები რა იყო, რა შეიძლება გვექნა, რა არ უნდა გვექნა. ხო და აი მე რას ვამბობ, არ მაქვს საუბარი, ვინ დაიწყო, მე უბრალოდ ვიძახი რეალობიდან გამომდინარე მოვემზადოთ მომავალი პოდკასტისთვის რა უნდა გვექნა და რა ვერ ვქენით. კი ბატონო, მომავალზე ვილაპარაკოთ, ეხლა ამას დავამთავრებ და აუცილებლად მომდენო პოდკასტში ყველა კითხვას გავცემ პასუხს, იმიტომ რომ მაგ თავიდან ბოლომდე მაქვს როგორც პოლიტიკური მხარე, ისე სამხედრო მხარე შესწავლილი. ეხლა რაში იყო საქმე? არავის ძმაო არ აინტერესებს ქართულ-რუსული ურთიერთობების დალაგება. არ ზის ეს ამ ელიტების იმაში, რა ქვია, ინტერესში. შეიძლება საქართველოს და რუსეთს შორის აი ეს ბიზნეს მიმართულება, ტურიზმი, პარალელური იმპორტი, მსგავსი რაღაცები, ეს არის ამ ოლიგარქატის ინტერესში. მაგრამ მათ ინტერესებში არ შედის ქართულ-რუსული ურთიერთობების იმ ხედვით დალაგება, როგორც ჩვენ გვინდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. კაცო, ამ ხალხს ყავს თავისი ფავორიტები. თავისი ფავორიტები ყავთ სხვადასხვა პერიოდულობით, სხვადასხვა ვინ. ზუსტად აი ამ ლიბერალური ლობის სახეს წარმოადგენს ეს ფიფია. არაფერი განსხვავებული რა. ესე ჩვეულებრივი ინტერნაციონალის და მე მაგას როდის დავწყვეტ, იცი? როდესაც მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით იყო ერთი ამბები. შენ ცოტა ადრე დაიწყე მაგაზე საუბარი, მაშინ მე ვერ მივხვდი რატო დაიწყე მასთან მაგაზე საუბარი და ეხლა თვითონ დაამტკიცა, ასე თქვა. ხო, ახლა ადამიანი პირდაპირ ამბობდა, რომ მეო გადაჭარბებულიაო ეს ყველაფერიო, ხალხი იგონებს, რომ რა არაბების ჩამოსახლებაო, რის არაბების ჩამოსახლებაო, მათ შორის საქართველოს ისლამიზაცია მომაკვდინებელი არის რუსეთისთვის პირველ რიგში. მაგდენს მაინც უნდა ხდებოდეს, ხო? და არაო, კაცო, ისო რაცაო, საჭირო იქო ჩამოსახლდესო ხალხიო, ესო ნაციონალიზმიო, საშიშიაო საქართველოსთვისო, მეო ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებასო 140,000 ხმა მოუტანეო, არ ვიცი ახლა 140 კაცი თუ საერთოდ ხარს უჭერს ფიფიას, ეს ცალკე საკითხავია, მაგრამ აი ამ კლასტერს წარმოადგენს ეს ადამიანი. ახლა მის გარდა უნდა შეისწავლო მისი პოლიტიკური ბიოგრაფია. საიდან მოვიდა პიროვნული და პოლიტიკური ბიოგრაფია. არ საიდან მოსული ადამიანი არანაირი პოლიტიკური გამოცდილებით, გარდა იმ კრიმინალური წარსულისა და ეს იცი რა, ამას კიდე ცალკე მნიშვნელობა აქვს. ფაქტ შორის მამამისი კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტი და ძალიან დადებითად ახასიათებენ მათ შორის. ძალიან სამართლიანი და ეს ვაჟკაცი კაცი.
ეს არის ამ წრეში, ამ სფეროში გაზრდილი და მერე გაიწია უკვე პოლიტიკისკენ. ხო და მერე გადაწყვიტა, რომ საქართველოს და რუსეთის ურთიერთობების დალაგება შეუძლია. სინამდვილე სისულელე ჩვენ ახლა ესეთი უამრავი გვინახია რა. მათ შორის სააკაშვილის დროს იყო ერთი ვიღაცა ებრალიძე, რომელსაც უნდა საქართველოში მოგება არჩევნების და აქ საქართველოში უყურებენ, რომ აი ფული აქვს, რუსეთშია, გოსდუმაშია, აქ არის, იქ არის, ასია, ისია გადაარჩენს საქართველოს. საქართველოს და რუსეთის ურთიერთობას ხელს უშლის ძირითადად რა? ლიბერალური ნაგავი რუსეთში და ლიბერალური ნაგავი საქართველოში. მათ ინტერესებში ყოველთვის შედიოდა ქართულ-რუსული დაპირისპირება და ყოველთვის შევა ეგ ყველაფერი. და ეს ყველაფერი დაბრალდეს ქართულ ნაციონალიზმს და დაბრალდეს რუსულ ძერჟავნიკობას. ამიტომ აქ აი ამ იდეოლოგიური გაყოფაც არის, იცი ყველაფერთან ერთად. და ეს არის დასავლეთის ინტერესებში. საქართველოს და რუსეთს არასდროს არ დაულაგდეს მდგომარეობა და რუსი ლიბერალების ინტერესში. ეგ არის. თორე თვითონ რასაც ქვია რუსი ძერჟავნიკები ვინც არიან თუნდაც რუსი კგბ-შნიკები, ისინი შეიძლება მათ უნდოდეთ სხვანაირი საქართველო, მაგრამ ისინი არ ფიქრობენ, რომ საქართველოს და რუსი ხალხი ერთმანეთს მტრობდეს და ლიბერალებმა ძალიან კარგად იციან, რომ რუსეთი და საქართველო ერთმანეთს უნდა მტრობდეს. ეხლა ჩავიდა ნიკოლოზ ბჟავანაძე, ჩავიდა ჯერ საქართველოში არ აყენებდნენ და რო ყოფილიყო საქართველოში ახლა შეიძლება ცოტა მეტი ვიცოდე რაღაცეები და საქართველოში მაგაც ძალიან სერიოზული პრობლემები ქონდა. ძალიან სერიოზული პრობლემები ქონდა, მე ნახავ. ხო, ნუ სეზონკივის დაიხურა და ხო, იმიტომ რომ აუცილებლად, კი, კანდელაკი დაიჭირეს მაშინ, მე როგორც გამოჩნდა გულბათ რცხილაძეც დაიჭირეს, საერთოდ ისეთი ადამიანები დაიჭირეს, რომლის ძმაც რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე იყო და რუსეთის აგენტობა დააბრალეს. ამისთვის ვერ უმტკიცებენ თავარი ხუმრობა, ეგ გადაობა, რა ვთქვათ, რომ ერთ უმტკიცებენ ჯერ ეგეთი და რასაც აბრალებენ, იმას თვითონ იძახიან, რომ ეგ გავართ. რა მაინტერესებს ემილე, ეხა აი ბოლო 2 დღეა გვაქვს როგორ გითხრა, ყიჟინი და ხიარულება, რომ ნაურუმ დიპლომატიური კავშირი გააუქმა აფხაზეთის რესპუბლიკასთან. ეს ყველაფერი ხა დიდასაც ქონდა მე და შენ მიმოწერა და ეს არ ნიშნავს რომ გააუქმა აღიარება. ეს უბრალოდ ჩვენ შეგვასაღეს იმათ რომ წაიღო აღიარება. აღიარება არ წაუღია, იმიტომ რომ ქვეყანამ შეიცვალა სახე. ქვეყანამ რა ხა ვინც გეოგრაფიას დააკვირდება კარგად, მიხვდება რაზე გვაქვს საუბარი, ერთი პატარა კუნძული არის, უბრალოდ სახელი შეიცვალა, როგორც თავის დროზე ჯორჯიის მაგივრად ჩვენ მოვითხოვეთ, რომ საქართველოს დაგვიძახეთ და იქნებოდა ის, რომ სიტყვაზე ჯორჯია აღიარებს რაღაცას, საქართველოს არ აღიარებს. ეგ ძალიან იურიდიული ისაა რა, კაზუისტიკა, მაგრამ ჩვენმა სახელმწიფომ ეს შემოგვასაღა, რომ გამოვიდა ის, რომ ნაურუმ გააუქმა, არაფერი არ გაუქმებია ნაურუს უბრალოდ. სახელი შეეცვალა და საერთაშორისო სახელმწიფოებს შორის უბრალოდ გაუქმდა მისი მაქამდე მდგომარე, ასე თქვა, ხელშეკრულებები. სხვათა შორის აი მაგასთან მინდა დავაკავშირო, მეც პირადად თუნდაც თუ იგივეს ვიზავთ ჩვენ რომ დავაბრუნოთ ჩვენ პირველ აი 91 წლის პარლამენტს და რაღაც კანონმდებლობას აღვადგენთ თავიდან და იმას ვიზავთ, ეგრევე გაუქმდება ძალიან ბევრი რაღაც. მაგრამ ეგ იმას აღარ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცებს არ ვაღიარებთ. აი შენი კომენტარი მაინტერესებს, ნაურუმ ბოლო წაიღო თუ არ წაიღო? ესე იგი, როგორ გითხრა, იცი, მე თვითონ გეოგრაფია მიყვარს რაღაცა არაბუნებრივი. ძალიან მიყვარს გეოგრაფია და გარკვეული ვარ, ახლა სიზმარში გეტყვი ევროპის ნებისმიერი ქვეყნის დედაქალაქს, უმრავლესი აზიის ქვეყნების დედაქალაქს, აფრიკაში ცოტა გამიჭირდეს. სახელმწიფოები თითქმის ყველა ვიცი, ეს ეგზოტიკური ქვეყნებიც კი. და
მე მიჭირდა სიმართლე გითხრა ზუსტად რუკაზე მომეძებნა ნაურუს სად იყო როცა თავიდან დაიწყო ყველაფერზე ლაპარაკი და მაშინ თუ გახსოვს ნაურუს მოყვა ვანუატუ მათ შორის მინდა ვთქვა რომ ვანუატუს და ნაურუს შიგ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა აკავშირებდა და აკავშირებს ისე როგორც საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი ისეთივე სტრატეგიული პარტნიორი არის ნაურუ და ვანუატუ შენ თუ გაგიგია ესეთი ქვეყანა კიდე ტუვალუ ეს საკვარი ტუვალუ არის რომელმაც აღიარა აფხაზეთი მაგრამ მე წაიღო უკან დაახლოებით 10,000 თუ 11,000 დოლარი დაჭდა ეგ ყველაფერი მოკლედ ჩემო ძმაო რასთან აგვაქვს საქმე ჯერ მოდი გავაცნობიეროთ ხალხს უთხრათ რა არის ნაურუ არის 21 კვადრატული კილომეტრი კუნძული სადაც ცხოვრობს 12,000 ადამიანი საერთოდ ეს კუნძული არსებობდა ერთადერთი რამე ქოქოსების გაყიდვის ბიზნესი ჰქონდათ ნუ ქოქოსები მოდიოდა ფლომად მე ამ ქოქოსებს რა ვიცი რაღაცა ჭირი შეეყარა თუ რაღაცა ვეღარ იწევდნენ ამდენ იმას და ნაურუმ გადაწყვიტა პოლიტიკურ ბიზნესს მოკიდოს ხელი. კოსოვოს აღიარება, აი ესეთი რა, ვის რაში აინტერესებს ახლა სადღაც ნაურუმ თუ ტუვალუ რა აღიარა და ვინ აღიარა, მაგრამ პოლიტიკოსებს აინტერესებს რაოდენობისთვის. იქ რო გამოვიდოდა რუსეთი, იტყოდა რომ აი აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო მაგალითად 5 სახელმწიფომ, 6 სახელმწიფომ, ხო? ნუ რუსეთი, ვენესუელა, ისა ნიკარაგუა, ტუვალუ, ნაურუ, ვანუატუ და ახლა სირია სიტყვაზე, ხო? მაგრამ როგორც ვიცი, ვანუატუმ ერთხელ წაიღო, მერე დააბრუნა, მე მგონი ახლა წაღებული აქვს ეს აღიარება. ტუვალუმ წაიღო, ახლა ნაურუმ წაიღო. და ამით რა? სიტყვაზე ვთქვი კიდეც რო წაიღო. და ამით რა მოხდა? აი, რომს არ წაიღო რა. ხო, მითხარი, აი, რომს არ წაიღო რა. ჩვენ კონსტიტუციით შიგ ევროპა და შიგის კი გვიწერია კონსტიტუციაში, მაგრამ კონსტიტუციით ვართ იმაში, რა ქვია, ნატოში და ევროკავშირში. შენ შეიძლება შენი პარლამენტის რეზოლუციით აკრძალო მზის ამოსვლა და მზის ჩასვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასე მოხდება. რაც შეეხება ახლა მაგ საკითხს, ახლა რა უნდა ვილაპარაკო ვანუატუზე, ქვეყანა რომელიც არის მესამე, ანუ პირველი არის ვატიკანი, მონაკო და მერე მოდის ნაურუ, ჯუჯა სახელმწიფოებში, საერთოდ რა ძალას წარმოადგენს, საერთოდ ვინა კაცი შვილმა არ იცის და საქართველოში გაიცნეს ეს ყველაფერი. ნუ ახლა არ ვიცი სიმართლე გითხრა, ამ სახელმწიფოს კიდე სახელი თუ შეეცვალა და მოხდა ეს ყველაფერი, ამით არ ვიცი ტუვალუს და ნაურუს პოლიტიკას კარგად არ ვიცნობ. გამიჭირდება ახლა იქ რა რეფორმები მიმდინარეობს, მაგრამ ერთი რაღაცის თქვა მინდა. ხო, არც გიჩვენ რომ გაიცნო და მე ძალიან დიდი შრომა დამჭირდა რომ გამეკვია მაგ ყველაფერზე. ერბინე ბოდიში რომ შეგაწუხე მაგითი. აღიარება, არაღიარების საკითხს რაც შეეხება. აღიარება, არაღიარების საკითხი ეს არის უბრალოდ წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი. შენ რაღაცას აღიარებ, შენ რაღაცას არ აღიარებ. როდესაც აი საბჭოთა კავშირი იშლებოდა, მაშინ მიიღეს ესეთი ნორმატიული აქტი, რომ ავტონომიებს შეეძლოთ გამოსვლა საბჭოთა კავშირიდან. შემადგენლობიდან, ხო? აი აფხაზეთმა უცნო, ეს გამოვიდა, მაშინ ესე მოხდა, რომ თათარსტანმა ცნო გამოსვლა რუსეთის შემადგენლობიდან, სხვათა შორის საქართველოს აღიარებულია. თათარსტანის დამოუკიდებლობა. ისე როგორც იჩქერიის დამოუკიდებლობა. ხო. ახლა მე მინდა ერთ რაღაცას მოუბრუნდე. თუ ვინმე ჩაიხედავს იმაში, რა ქვია, ზოგადად დიპლომატიურ ურთიერთობებში, ბელორუსიას რო ტანჯავდნენ, გინდა თუ არა ბატკას აღიარე აფხაზეთი და ესო, რა ქვია, სამაჩაბლო, მაშინ უთხრა რა გამიხურეთო, ბიჭო, საქმეო. მე არც ვიცოდი. ასეო ვენესუელამო ცნო, მაგრამ არანაირი დოკუმენტიო, ვენესუელასო აღიარებასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიაო. მე არ ვაღიარეო, მარტო რომელიღაცა კუნძულის მეტმა კაციშვილმა არ აღიარაო და რატო უნდა ვაღიარო ბელორუსია? აქ სხვა საკითხია. შენ დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებ თუ არ დაამყარებ ქვეყნებთან,
ახლა საქართველოს ყველა ქვეყანასთან არა აქვს დიპლომატიური ურთიერთობა დამყარებული, ხო? დიპლომატიური თუნდაც რუსეთთან, მაგრამ ხო აღიარეთ რუსეთის იგივე სირია აიღე თუ გინდა. ხო? მე ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა განსაკუთრებულად გავამახვილო ყურადღება. ეს არის აბსოლუტურად სხვა რაღაცა, აღიარება არის სულ სხვა რაღაცა. ჩვენ შეიძლება არ გქონდეს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ იმ ქვეყნებს არ ვაღიარებთ. რაც შეეხება უბრალოდ დიპლომატიური ურთიერთობების ფუნდამენტს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ფუნდამენტში არის ესეთი რაღაცა. ორი ქვეყანა ცნობს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ცნობს ერთმანეთის კანონიერ ხელისუფლებას და ახდენს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას. ეს არის სტანდარტი. თუმცა ამასაც აქვს სერიოზული პრობლემა და რატო? იგივე სერბეთი, რომლის კოსოვოც აღიარებული აქვს დაახლოებით 80-მდე ქვეყანას, მე მგონი, არ გაუწყვეტია სერბეთი. ჩვენ არ გვაქვს აღიარებული. არა, ჩვენ არ გვაქვს და ესპანეთს არა. ხო, ახლა რუსეთს და მათ შორის ფეხბურთის მატჩებიც ვერ იმართება, რამოდენიმეჯერ მოხდა ეგ ფაქტი, რომ მოხვდით ერთი და იგივე ჯგუფში და ამას ჩვენ უკვე არ გვეკითხება, ეს უკვე UEFA-ს წესდება არის და UEFA-მ ხო, მაგრამ არა, საქართველოს უარი არ გამოცხადდა უბრალოდ, იმიტომ რომ არა, რატო იყო კაცო, ევროპის შესარჩევ ჩემპიონატზე იყო კოსოვოსთან თამაშები. ჩვენ არ გამოუცხადით უბრალოდ. არა, კაცო, იყო. შენ ხო ფეხბურთი არ გიყვარს, იყო თბილისშიც იყო კოსოვოსთან თამაში. ძალიან მიყვარს და მაგით გეუბნები რომ ოფიციალური თამაში რასაც ქვია, ეხლა რაც უნდა ვიკამათოთ, ნახავ რომ საქართველოს კოსოვოს თამაში გადაამოწმე საქართველოს კოსოვოს თამაშები იყო იქაც თამაში პრიშტინაშიც და იყო თბილისშიც თამაში და მოვიგეთ. ესე იგი არ ვიცი. ეს მანამდე იყო, ანუ აღიარების პერიოდი იყო. ეხლა რაც შეეხება მაგ ამბავს, ხო? აღიარება არ აღიარების საკითხს. მე არ ვიცი, სახელი გადაარქვეს ნაურუს, არ ვიცი ვერ გეტყვი, სიმართლე გითხრა, უკან წაიღო ეს აღიარება თუ არა, მე ერთი რაღაცის თქმა შემიძლია 100%. ნაურუ აღიარებს თუ არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ის არაფერს არ ცვლის. ეს სისულეა. ეს აბოდოა. რომ ამას ვარწმუნებენ, რომ რაღაცა დიპლომატიური გარღვევა. მერე და მეორე. კაცო, ამ ვანუატუს და ამ ნაურუს და ამ იგივე თუ გინდა ნიკარაგუას ევროკავშირთან და დასავლეთის ქვეყნებთან აქვს ვიზო რეჟიმი. ესენი თუ ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენ ტრებს რატო უწესებენ ამ ვიზო რეჟიმებს? რატო ემეგობრებიან? მით უმეტეს დიქტატორულია ნიკარაგუაც, დიქტატორული არის იქ ნაურუზზე ნაურუს დემოკრატია განთქმულია დედამიწის სურს. რაც შეეხება ჩვენი რეალურად აღიარების საკითხს, ჩვენ გვაქვს ძირითადად ორი პრობლემა, რომელი პრობლემაც სერიოზულად უქმნის საქართველოს ტერიტორიულ რღვევას ფუნდამენტს. ეს არის რუსეთის აღიარება, რა თქმა უნდა. რუსეთმა რო გაუქმოს აფხაზეთის და სამაჩაბლოს სირია და მათ შორის ვენესუელას მე უფრო ვენესუელა მაინტერესებს, რატო იცი, დიდესაც მოგწერე. რატო იცი, რომ თუ გვაქვს ამერიკაზე საუბარი და ჩვენი მაგარი მხარდამჭერი ყავს ამერიკა, პირველი რატო ვენესუელას არ მიაწვა იმაზე, რომ გააუქმეო ეგ. ხო, არ ვიცი. მაგრამ დავიწყოთ. არა, სირია რა გაინტერესებს, იმიტომ რომ სირიაშიც მაგათი დასმული კაცი არის, მთელი შიგ ევროპა და მთელი ამერიკა მიესალმებოდა დიქტატორი ასადის დამხობას. და იქ ჩადიოდნენ და შენჭირიმეშენ გენაცვალეს უძახოდნენ და ტერორისტების სიიდან ამოიღეს და ნომერ პირველ კაცად აქციეს სირიაში და ახალგაზრდა ბიჭიაო, დიდი გამოცდილებითო და შენჭირიმეშენ გენაცვალეს. ჩვენ ძირითადი ორი პრობლემა არის. ესაა ჩვენი რეგიონის ქვეყნები, ესაა რუსეთი და ეს არის მეორე სირია. კი ბატონო, ვენესუელაზეც გეთანხმები მაგ საკითხში, რომ ამერიკამ, რომელმაც პრეზიდენტი მოიპარა პირდაპირ და მთელი ვენესუელაში. ხო, მარტივად ხო შეეძლო რომ გადაეჭყიტა ეს პრობლემა, ხო? მაგას ჩვენი მოკავშირეს და სტრატეგიულ პარტნიორს ერთი სიტყვა რო ეთქვა ევროპას და ერთი სიტყვა რო ეთქვა ამერიკას, რომ ან ვიზოს შეგიჩერებთ, პრობლემები გექნებათ, ან რაღაცა ჩათვალე, რომ არც ვანუატუს და არც ტუვალუს და არც ამათ არ ეკნებოდათ ცდელობას. მარტივად მოგვარდებოდა ყველაფერი. თავი არავის შეუწუხები. აი ეს ორი ქვეყანა არის სერიოზული პრობლემა და რატო?
ჯერ ერთი რუსეთი არის თავის ინტერესებით კავკასიაში და მეზობელი ქვეყანა. მეორე სირიას რაც შეეხება, სირიაში ცხოვრობენ ძალიან ბევრი მუჰაჯირების შთამომავლები. თან ისინი ძირითადად წარმოადგენენ აფხაზურ, ესე რომ ვთქვათ, ელიტას, სამხედრო ელიტას, რომელიც სამხედრო ელიტაც თავის დროის ჯერ ბაშარ ალ-ასადის მამას დაეხმარნენ ხელისუფლებაში მოსვლაში, მერე ასადის მხარეზე იბრძოდნენ თავგამოდებით და ასადი მაინც თავს იკავებდა სირიასთან. სირიას აიღიარებია აფხაზეთი და სამაჩაბლო. რატო აღიარა სირია? ერთ მშვენიერ ლამაზ დღეს ჯანელიძე იყო ასეთი საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელი არ მახსოვს. მელოტი ბიჭი იყო, სუსტი მაღალი. სახელი არ მახსოვს. ჯანელიძე მახსოვს გვარი. სირიის გაგანია ომი არის 2015 წელი თუ 2016 წელი არის. გამოვიდა ბიჭო ეს არამკითხე მოამბე, რო არავინ არ ეკითხებოდა. გამოდის და ამბობს პირდაპირ მიმართავს შეერთებულ შტატებს ტვიტერით, სხვათა შორის დაბომბეთ ასადის რეჟიმი, გაასწორეთ მიწასთან, ასე ქენით, ისე ქენით, ეს დიქტატორი ჩამარხეთ, განადგურეთ აქეთ, იქეთ და არ გაახაროთ ასადის რეჟიმი. ვინ კითხავს შვილო, საიდან მოდიხარ? მეორე დღეს გამოდის ბაშარ ალ-ასადი და აღიარებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას. ესე იგი ძალით აღიარებია, კაიგე. ძალით. აღარა ასადი სირიაში. დასავლეთის მოკავშირე ერთ დროს ტერორისტად შერაცხული პირსისხლიანი ტიპი. ეს ახლო აღმოსავლეთისთვის ერთ-ერთი საველე მეთაური გახდა პრეზიდენტი. ხოლო დღეს სირიის მართვას ხელს ართმევს ტრამპი უკვე. ტრამპი ართმევს კი არა, სტუმრობს კაცო. ევროკავშირის წარმომადგენლები ჩადიან დამასკოში, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, თელი აქეთ, თელი იქეთ შენ. და რა ნაბიჯები გადაიღო? ხო, ახლა გადავამოწმე, ისა 2 სექტემბერს 2021 წელს გქონია პირველი თამაში და 1-2 მოგვიგია და მეორე ნიჩია, ხო, მართალია. რატო ვითამაშეთ ვერ მივხვდი, თუ არ აღიარებ ქვეყანას იმით რატო ვითამაშე. არა, ეგ UEFA წესდება არის, UEFA რომ ჩასვავს დაკრებს გასვლით იმაში, გამორიცხულია თუ არა ითამაშები და სანქციები. ბოდიში რომ მეც რაღაცა ისე რა ქვია, უბრალოდ ეხლა გადავამოწმე და მაგით უკრიფავდი რაღაცა. აუშავს კაცო. აგერა. არა უშავს. მე მახსოვდა. ხო, აი ეს ამ გამიხარდა მოგება სხვათა შორის პოსტიც მქონდა დაწერილი კოსოვო ჟასერბია. მოგება და ნიჩია გვაქვს, ხო, 2 თამაში გვაქვს გამართული და 1 მოგება, 1 ნიჩი. ხო. აი ეს არის, იცი, აი მთავარი პრობლემა ჩემო ლევან არის ზუსტად აი ეს. და ამით ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა. როგორც ჭირდა იქ სიტუაცია, ისე ჭირს და დღეს ლამისაა მოგვიტანეს ეს ყველაფერი უდიდეს დიპლომატიურ გამარჯვებას, რომელიც დიპლომატიური გამარჯვების უკანაც დგას. ხო, მე თუ მკითხავ ემილე რა არის, ეხა მე პირადად გინდა ნახეღორმა ევროპამას რო აღიაროს აფხაზეთის, რა ვიცი, კაცო, იმაზე მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის რუსეთის რასმეტყვის რატო იცი რომ მე საქმე მაქვს რუსეთთან და არა იმასთან. კი ბატონო, ესაა რეალური პოლიტიკა, ესაა სწორი მიდგომა და ეხლა რაც შეეხება აღიარება არ აღიარების საკითხს, მთელი მსოფლიო აღიარებს და მათ შორის საქართველოს სახელმწიფოც აღიარებს ტაო-კლარჯეთს თურქეთის ნაწილად. მე მიმაჩნია როგორც ქართველს. მე ვთვლი როგორც ქართველი, რომ ეს არის ანექსირებული ქართული ტერიტორია და როდესაც ექნება საქართველოს საშუალება თუ კი ოდესმე ექნება ეს ტერიტორია უნდა განთავისუფლდეს და უნდა იქნას საქართველოს ერთიანი ძლიერი საქართველოს შემადგენლობაში შემოსული. მაგრამ კიდე ერთი პრობლემა არის თურქეთზე როცა გვაქვს ლაპარაკი. აი მაგალითად თურქეთი, რომელიც არ აღიარებს ემას რა ქვია აფხაზეთს ოფიციალურად. მაგრამ აი გადახედე არაოფიციალურად რა ხდება ახლა დღეს გამოვიდა თურქეთის პარლამენტის წევრი და განაცხადა ესეთი რაღაცა. ჩვენ უნდა ვცნოთ აფხაზური პასპორტები, ჩვენ უნდა დავამყაროთ აფხაზებთან განსაკუთრებული ურთიერთობა
დამყარებულიც აქვს ტექსტი დიდი ხანია. ნუ ახლა ეს აღიარებას არ ნიშნავს, მაგრამ ჰუმანიტარული საკითხები უნდა გავმიჯნოთ კი რაღაც გზები მოინახულეს მაგათმა ის ავსებული ესე იგი მაგაზე ჩვენ საუბარი კიდე გვექნება მაგრამ და კიდე ბევრჯერ ამოდიუტირდება თურქეთი როგორი ჩვენი ძმა არის და როგორი იქცევა თურქეთში კავკასიური ეს რა ქვია ფესტივალები და ესეთი რაღაცები რო იმართება თუ აფხაზეთი ხო თან ისე ფუთავს რომ ვერ შეედავება ხო აფხაზეთი ცალკე დროშით გამოდის ტაოკლარჯეთის ახალციხის საფაშოს დროშით გამოდის ასევე აჭარა ცალკე გამოდის და დანარჩენი საქართველო ცალკე გამოდის ეს გუშინ წინაებზე გამოვიდა ერთი თურქი დეპუტატი და განაცხადა რომ ძალიან გააქტიურებულია სხვათა შორის თურქი მესხებიო თქვენო უპატრონო არ გეგონოთო თურქი მესხებიო ესენიო მათ უკანო ერდოღანი და თურქეთით გასულ ახალი ამბავი გითხრა კაცო